სახელითა მამისათა დაცისათა და წმინდისა სულისათა. ფსალმუნი 22. უფალმან წყსოს მე და მე არა იმაყდეს. ესე იგი, ნახეთ როგორი გამარტება ქრისტე ჭეშმარიტი მწყემსია, როგორც თავად თქვა, მე ვარ მწყემსი, კეთილი. ეს არის იოანე მე-10 თავი 11 მუხლი. ვისაც უფალი მწყემსავს, მას არ აკლდება არაფერი საჭირო, ასე ვთქვათ, არც სულიერად, არც ხორციელად. ეს მუხლი გამოხატავს აბსოლუტურ ნდობას ღვთის წინამძღოლობის მიმართ. მეგობრებო, მე სპეციალურად ვკითხულობ ნელა, რომ უფრო კარგად აღიქვათ და უფრო კარგი გასაგებად, რომ კარგად გაიგოთ უფრო. შემდეგი მეორე. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა გასასვენებელთასა. გამომზარდა მე. ესე იგი მწვანვილი ადგილია, ხო, ესე იგი მშვიდობისა და სიტკბოების ნიშანია. ეს სულიერი, ესე ვთქვათ, საძოვარია წმინდა წერილი, საიდანაც მორწმუნე, ასე ვთქვათ, იკვებება. განსაკუთრებული წყლები, საღრმთო მადლი, ნათლობა, სულიწმინდის სიხარული. უფალი მშვიდობისა და სიწმინდის გზებზე გვამყოფებს. შემდეგი მესამე. ანუ ეს პატარა ფსალმუნი არის და მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ნახეთ ბასილი დიდი გამარტებით, ეს იგი ამბობს, რომ როცა სული დაცემული ან დაბნეულია, უფალი მას აქცევს, ანუ უკან უბრუნებს სარწმუნოების გზაზე, ხო? ესე იგი უკან აბრუნებს, ხო, ესე ვთქვათ. გზანი სიმართლისანი ჭეშმარიტი ცხოვრების გზა არის, მეგობრებო. ანუ რწმენა, ხო? მორჩილები და სიმართლით, ესე იგი სიარული. აი როგორ არის, ნახეთ იოანე თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ საქმე რწმენის გარეშე მკვდარია. ესე პირდაპირ ამბობს, ციტირებას ვამბობ რა. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ადამიანი თქვათ ეს გადაგებდეს, ასე ვთქვათ, ლაპარაკობდეს და ესე იგი სხვას აკეთებს ამავდროულად მარტო ესე იგი გარეგნულად, ესე ვთქვათ, აკეთებდნენ, ცხოვრობდეს და ესე გულში სხვა ადამიანი იყოს. ეს ყოველად მიუღებელია და ყოველად დაუშვებელი. შემდეგი მეოთხე. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამე თუ შენ ჩემთან ახარ. კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან ამათ ნუ გეშინის მცეს მე. ესე იგი აჩრდილი სიკვდილისა, აი რას ნიშნავს, ხო? აჩრდილი სიკვდილისა ნიშნავს სიღრმეს გასასწელისა, ხო? წუხარებისა და თვით სიკვდილს ახლოს ყოფნას, ასე ვთქვათ, ხო? სიკვდილის ახლოს ყოფნას. მაგრამ მორწმუნე არ ეშინია, ხო? არ აშინებს მას. რადგან უფალი მის გვერდითაა. უფალი მორწმუნის გვერდითაა, ხო? შემდეგი. კვერთხი და არგანი.
ესე იგი ეს მეგობრებო არის სიმბოლოა ღვთის ხელმძღვანელობისა და დარიგებისა, რომლებიც გვეხმარება სწორ გზაზე ყოფნაში და ესე იგი გვაძლევს იმეს და გვანუგეშებს. შემდეგი მეხუთე. გამზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი, წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა, განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმა შენმა დამათრო მე ვითარცა ურწყულმა. ესე იგი როგორ გამარტება ნახეთ. ტაბლა, ანუ სუფრა, ანუ სულიერი ნუგეში, რომელიც მტერთა თვალწინაც კი გვეძლევა. ზეთი თავზე ნიშნავს ცხებას, ხო, სულიწმინდით, როგორც მირონცხების საიდუმლოში. სასუმელი, ანუ საღრმთო მადლია და სიხარული, ხო, რომელიც აავსებს მორწმუნის გულს. მეგობრებო, ეს არის წინასწარმეტყველება საღმრთო ევქარისტიაზე. ანუ ევქარისტია იგივე წმინდა ზიარებაზე, საჩვენ, ესე იგი არის, ესე იგი წმინდა უფლის წმინდა ხორცი და მისი წმინდა სისხლი. ესე ჩვენ ვეზიარებით. და ბოლო მუხლი და შემდეგ პატარა დასკვნა ამ ფსალმონის შესახებ. წყალობაი შენი უფალო თანამავალ მეყავმე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა დამკვიდრება ჩემ და სახსა უფლისასა განგრძობასა დღეთასა. აი როგორი სიტყვებია, ფსალმონი რა არის, ხო, აი წარმოიდგინეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნახეთ, აი ამას უიტყვი დილით, წარმოიდგინეთ, სხვათა შორის მეგობრებო, უნდა ითქვას, რომ ეს ფსალმონი, 22 ფსალმონი იკითხება დილის 6 საათზე. დილის 6 საათზე და არის 7 გზის ლოცვაში შედის. ანუ იწყება 7 გზის ლოცვა, იწყება დილის 6 საათიდან, საიდან მოდის ეს ჩვენ ვიცით, 7 გზის ლოცვა, ეს არის ძველ აღთქმაში წერია, ესე იგი ესე რომ 7 გზისაშინა გაქებდე შენ. და ჩვენც დღესაც 7-ჯერ ესე იგი ლოცულობ დღეში, ანუ იწყება ესე იგი დილის 6 საათზე, აი ეს ფსალმონი უნდა წავიკითხოთ, 22. შემდეგ დილის 9 საათზე, შემდეგ 12 საათზე, შემდეგ დღის 3 საათზე, საღამოს 6-ზე, საღამოს 9 საათზე და ღამის 12 საათზე. აი ეს არის 7-ჯერ ესე იგი ლოცვა, ანუ ღამის 3 საათზე არ ეკითხება. ანუ შეგიძლიათ დილით რო ადგებით, დილის ლოცვას რო ესე იგი წაიკითხავთ ლოცვებს და შემდეგ ან მანამდე თქვათ ესე იგი ეს ფსალმონი რო წაიკითხოთ. პროსტორად. ესე იგი როგორი გამარტება ახლა ნახეთ კიდევ ერთხელ. გასაუბროთ. წყალობაი, ახლა ამ სიტყვებს რო წაიკითხავ ყოველ დილით, წარმოიდგინეთ, აი ჯერ რო ლოცვებს რო კითხულობ დილით, რო თელი დღე არის, გეგონა გაყვება შენ, ხო, ანგელოზი არის შენთან ერთად, და თვითუფალია შენთან ერთად. აი როგორ ესე იგი იტენები, ხო, ესე ვთქვა. და მე ამ სიტყვებს რო იტყვი, ამ ფსალმოსაც რო წაიკითხავ, წყალობაი შენი უფალო თანამავალ მეყავმე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრება ჩემ და სახსა უფლისასა განგრძობასა დღეთასა. ანუ დასასრულის მუხლი გამოხატავს უდიდეს სასოებას. სასოება, ანუ იმედს, ხო, იგივე. უდიდეს სასოებას გამოხატავს, რომ ღვთის წყალობა ყოველთვის თან სდევს მორწმუნეს. ანუ და მისი მიზანია, ხო, ღმერთთან, ესე იგი ღმერთთან იყო. ანუ მუდმივი დამკვიდრება ეკლესიაში ღვთის წინაშე. რაც მარადიული ცხოვრებისა და ცხონების ნიშანია. ეხლა ძალიან მოკლედ დასკვნა. ეს ფსალმონი, მეგობრებო, ესე ვთქვათ, მართლმადიდებლურ ტრადიციაში არის ქრისტიანის გზის სურათი. მწყემსი ქრისტე წინ გვიწვის, ესე იგი გვკვებავს, გვიცავს, გვანუგეშებს, ცხებს სულით წმინდი და დაგვამდეგა, ესე იგი ანუ ზეციურ ეკლესიაში
რომ დავიმკვიდროთ ჩვენ, ხო? ყველანი, ანუ სასופეულში, ხო? ეს არის მიზანი ადამიანის, ნახეთ, ღმერთი გახდა ადამიანი და მოვიდა ადამიანი, რომ ადამიანი გაახდეს ღმერთი. ნუ გაახდეს ღმერთი, რა თქმა უნდა, არა ბუნებით, არამედ მადლით, ხო? ვის მისმენდით შეგეწიროთ და შეგეწიოთ და შეგიწიროთ უფალმა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.